ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა იადონმა ნახევარსაუკუნოვანი იუბილე იზეიმა. 50 წლის სასიმღერო ჯგუფმა საიუბილეო კონცერტი ოზურგეთის თეატრში დღეს აღნიშნა. იადონმა საინტერესო და მუსიკალურად შთამბეჭდავი რეპერტუარი წარმოადგინა და მსმენელს კიდევ ერთი გამორჩეული საღამო აჩუქა. უნიკალური გურული ხმები, გადაძახილები და ანსამბლის სამკაული ქალბატონები. 50 წლის ისტორიას იადონს 120 ხალხური სიმღერა და მისი ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია უმაგრებს, რომელსაც ესტაფეტა დიდმა გიორგი სალუქვაძემ და დიმიტრი ხომერიკმა გადასცეს. საიუბილეო კონცერტის შემდეგ ჭადრების ბაღში იადონის ვარსკვლავი გაიხსნა. ანსამბლის წევრებს კი მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი ჯილდოები გადასცა. ანსამბლი იადონი ჩვენთვის ერთი ცხოვრებაა. მისი დაარსებიდან ამ ანსამბლში მოღვაწეობ 1968 წლიდან, როცა გიორგიმ სალოდვარო სკოლა შექმნა, იქიდან მოყოლებული, მერე ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი ამ ანსამბლის და 2009 წლიდან არ გამიწყვედია ამაში მუშაობა, ვარ ხელმძღვანელი ამ ანსამბლის. და ასეთი ბედნიერი დღე ძალიან იშვიათად ხდება ცხოვრებაში. ახლა ბევრი სიხარული მიმიღია, ღირსების ორდენი მაქვს მიღებული, საპატიო მოქალაქე ვარ, მაგრამ ამან დღევანდელმა დღემა დახურა ყველაფერი და ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. დღეს მართლაც დიდი ზეიმია ოზურგეთში, ანსამბლ იადონის 50 წლის იუბილე აღნიშნეთ და ანსამბლს გავუხსენით ვარსკვლავი. ანსამბლ იადონი მართლაც სასახელო ანსამბლია, მის რეპერტუარში დაახლოებით 123 სხვადასხვა კუთხის სიმღერები არის. თავის დროზე ეს ანსამბლი შექმნა დიდმა გიორგი სალუქვაძემ, გააგრძელა დიმიტრი ხომერიკმა, ახლა კი ანსამბლის ხელმძღვანელი არის ბატონი ბიძინა მჟავია. მადლობა ანსამბლის თითოეულ წევრს ამ შრომისთვის, ამ ჩვენი ეროვნული განძის შენახვისთვის, მოფერების, როცა ჩვენი ქართული ხალხური ფოლკლორი და სიმღერა ქვია. იადონი არის 50 წლის ანსამბლი უკვე და ჩვენ არ შეგვეძლო რომ ამ ხალხის გვერდით არ დავდგომოდი და არ დაგვეფასებინა ხალხის ღვაწლად არ გამოდიოდა სხვანაირად და მე მინდა მიულოცო ამ ანსამბლს ბატონ ბიძინას ანსამბლის ხელმძღვანელს უსულო წარმატებები, ჯანმრთელობა და ჩვენ ქვეყანას გამარჯვება და მშვიდობა.